შენს ქორწილში თამადა ვინ იქნება? შენს ქორწილში თამადა ვინ იქნება? მე თუ დათო? დათო. დათო იქნება კაცო შენს ქორწილში, ამან არ იცის თამადობა. ეს ორჭიკა ღვინოს დალევს და ცეკვას დაიწყებს. თქვენ მოგესალმებით, გიო, როგორ ახარ? ხო ხარ მაგრად? აი უყურე, დღეს არის ნინოობა. შენ შეყვარებულს ნინო ხო არ ქვია? არა. მოდი, ყველა ნინოს მოულოცოთ დღევანდელი დღე. ნინო ვისაც ქვია, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ თავიანთი სახელობის დღეა და დედამიწის ზურგზე ვისაც ნინო ქვია, ყველას უსურვოთ წარმატებები და წინსვლა ცხოვრებაში. მე კიდე ერთი ნინო მყავს და იმ ნინოს მოულოცებ. კარგი? იმ ნინოსაც გაუმარჯოს და ყველა ნინოს. დავიწყოთ ბიზნესზე საუბარი. ჩვენ ვიყავით ბათუმის ცენტრში. ჩვენ ვიყავით ქუთაისის ცენტრში და ახლა ჩვენ ჩამოვედით თბილისში და ვართ თბილისის ცენტრში. აი რა გვინდა ჩვენ უთხრათ დღეს მოსახლეობას. ჩვენ მოსახლეობას უნდა უთხრათ, რომ ქართველზე უფრო მაგარი ნიჭიერი ადამიანი არ დაიბადება. უბრალოდ ყველაფერს ჭირდება მიდგომა. აი როგორ მიუდგები. ახალგაზრდებს შრომა არ უნდათ, მაგრამ უნდა მიაჩვიო შრომას. პირველი გიო, ყველაფერი არის ოჯახიდან. აი პატარა ბიჭი რო ხარ, დედას უნდა მოусმინო. დედა რო გეტყვის, ის უნდა გააკეთო. ეს არის მნიშვნელოვანი. ცხოვრებაში თუ დედის ნათქვამი შენ არ გაითვალისწინე, მაშინ შენგან არაფერი არ გამოვა. დედაზე უკეთესი არავინ არ გეყოლება და დედას უნდა მოусმინო. უყურე როგორ არის. მე დედაჩემს უსმენდი. შენ ხარ რამდენი წლის? 10. 10 წლის ხარ. შენ წარმოიდგინე, 10 წლის გელა ბარკალაია დედას ეხმარებოდა. და ზუსტად 10 წლის ვიყავი, რომ დედაჩემთან საკონსერვო ქარხანაში მივდიოდი და ფიზიკურად ვეხმარებოდი. ამ დროს 10 წლის რო ვიყავი მე, მამაჩემს ყავდა ჟიგული 01 და მეუთხარი დამაჯინე მეთქი და არაო. თუ გინდა რომ დაგაჯინო, მაშინო მანქანა უნდა გარეცხო მაგრადო. მანქანას ვერეცხავდი 2 დღე და ღამე, რომ მე მანქანით 10 მეტრი გამევლო. აი საიდან დავიწყე ამ ავტომობილებთან როგორ დაუკავშირდი ავტომობილებს. ავტოსპერო ავტომობილები ეს ყველა მასტის ადამიანს უყვარს. ავიღოთ ახალგაზრდა, ქალი, კაცი, ხნიერი